გაუმარჯოს ერთი ვიდეო სწრაფად. ეხლა ჯარიმებს უგზავნია ხალხს. ფაქტიურად ჯარიმას ნომინალურად იმისთვის რომ გზა გადაკეტა. მაგრამ რეალურად ისეთ ადამიანებს უგზავნიან ჯარიმას, რომლებსაც არათუ გზა არ გადაუკეტავს, არამედ იმ კონკრეტულ მომენტში საერთოდ აქციაზეც არ იმყოფებოდა. ანუ ფაქტიურად ქართული ოცნება გვაჯარიმებს იმისთვის, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არა ვართ. აი ეს ბაზარია რა. ხო და თან ჯარიმა რამდენია? 5000 ლარი ბიჭო. საქართველოში ჯარიმა 5000 ლარი. 5000 ლარი. წარმოგიდგენიათ ამხელა ჯარიმა საქართველოში? აი ეგრე აიღეს და 5000 ლარი დაუწეს ეცმაო. როდესაც აი ესეთ დარღვევაზე როგორიც არის სიჩქარის გადაჭარბება მანქანით, ანუ პოტენციური მკვლელი ხარ რა სიჩქარეს რო აჭარბებ. ეხლა ის შარტავას ქუჩაზე ხო გახსოვთ ის საშინელი ავარია, სკოლის მოსწავლე ბავშვს რო ცხოვრება დაუნგრიეს. ის საშინლად დაეჯახა მანქანა 100-ით მიდიოდა მე მგონი. აი სიჩქარის გადაჭარბებაზე ზუსტად მე მგონი 2022 წელს მოხდა ეგ ამბავი 21-ში. სადღაც ესე. დიდი ხნის წინ არ იყო. და 2022 წელს მიიღეს ცვლილებები. იმ შემთხვევაში თუ სიჩქარის გადაჭარბება საავარიო სიტუაციის შექმნა მოყვება, პირი ნაცვლად არსებული 300 ლარისა დაჯარიმდება 400 ლარით. ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 600 ლარია. ანუ წარმოიდგინე შენ გადააჭარბე სიჩქარს, ხარ პოტენციური მკვლელი, თან მოახდინე ავარია, თან ადამიანის ვიღაცა რიგითი ადამიანის აბსოლუტურ დანაშაულს მსუბუქი სხეულის დაზიანება გამოიწვია და 600 ლარი ჯარიმა. და ქართული ოცნების მომხრე თუ არა ხარ 5000 ლარი ძმაო. ხო და აი ხვაზე ხართ ახლა რაშია საქმე რა? საქმე იმაშია რომ როდესაც საქმე ეხება მათ ძალაუფლებას, თუ ვინმე ვარ ძალაუფლებას ემუქრება, 5000 ლარს აწესებენ ჯარიმას ძმაო, აი თვალს არ ახამხამებენ ისე, იმიტომ რომ მათ ძალაუფლებას ემუქრები. მათი მომხრე არ ახარ. ან თუნდაც გზა გადაკეტე. მაგრამ თუ ვიღაცა ადამიანმა სიჩქარის გადააჭარბა მანქანით, მაშინ მაგაზე 600 ლარი, იმიტომ რომ ის სიჩქარის გადამჭარბებელი ახლა შეიძლება ქართული ოცნების მომხრეც იყოს, ხო გესმით და ამიტომ ამით ბევრ ხალხს გააბრაზებენ ახლა სიჩქარის გადაჭარბებაზე რომ 5000 ლარი დააწესონ ჯარიმა, ან თუნდაც 2000 და შეიძლება ხმები არ მიიღონ არჩევნებზე მერე და ამიტომ იმაზე 600 ლარი და ამაზე 5000. გაიგე? ანუ დასკვნა რა არის? ადამიანების სიცოცხლე კიდიათ პირველ ადგილზე აყენებენ საკუთარ ძალაუფლებას. ძალიან მარტივია რა. აი გარი მთელი ამბავი ჩემო კარგებო. გილოცავთ კვირა დღეს, გისურვებთ კარგ დასვენებას და მომავალ შეხვედრამდე.